იყავი დიეტაზე და ცდილობდი წონის დაკლებას, მაგრამ ამ დღესასწაულებმა და სუფრებმა სრულიად აგრია და არ იცი რა გააკეთო. ძალიან მარტივია რეალობაში, ნახე რა ხდება. 1 და 2 დღე არაფერს არ წყვეტ. შენ ხო გრძელვადიანი მიზანი გაქვს, სადამაც გინდა მიხვიდე. ამიტომ თუ რაღაცა შეისვენე 1-2 დღე დაგერღვა, პრობლემა არ არის, რატო არ გო კიდე ზედმეტად რამოდენიმე დღე და რამოდენიმე კვირა შეეშვი ამ დარღვევებს, სუფრამ ჩაიარა და ჩვეულებრივად გააგრძელა. აი წარმოიდგინე ხა შენი მიზანია თბილისიდან ბათუმში წახვიდე და სიტყვაზე რაღაცა გაიარე ნახევარზე მეტი გზა, იქ დაიღალე, სადმე გაჩერდი და რო აღარ გააგრძელო გზა, ხო ვერ მიხვალ მიზნამდე, მაგრამ რო დაისვენო 15-20 წუთი და მერე გააგრძელო გზა, მიზნამდე მაინც მიხვალ ოღონდ 15-20 წუთით გვიან. იგივეა აქაც. მიზნამდე მიხვალ ოღონდ 1-2 დღით გვიან. მიეჩვიე იმას, რომ თუ რაღაცა მოხდა, რაღაცა პატარაზე დაგერღვა, 1-2 დღე არაფერს არ წყვეტ. თავარია 90% შენი ასე ვთქვათ, პროცესის მიდიოდეს სწორედ და მიზნამდე მაინც მიხვალ დღესვე გააგრძელე.